საქართველოში პროტესტი გრძელდება. მოსახლეობის ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და 28 ნოემბერს გამოცხადებულ იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც ევროკავშირთან ინტეგრაცია დღის წესრიგში მომდევნო წლების განმავლობაში არ დადგება. ბევრი დემონსტრანტის მიმართ ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის საქმეებია აღძრული. ქართული ოცნება კი ახალ რეგულაციებს აანონსებს. ის იმ კანონების გამკაცრებას გეგმავს, რომელიც სხვადასხვა ფორმით შეიძლება დემონსტრანტებს შეეხოს. გარდა ამისა, მათ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შესახებ კანონების გამკაცრებაც დააანონსეს. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ცვლილებები და გასული წლის აპრილის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია. მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის წარმომადგენელს, ევროპის პროგრამების დირექტორის მოადგილეს, რომელმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა შეაფასა. მარიამ, გითხარი, რა არის კონკრეტულად ის მოვლენები, რაც მათ განსაკუთრებულად აწუხებთ და განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიაჩნიათ? ეკა, მოკლე პასუხი ამაზე არის ყველაფერი გასული წლის აპრილიდან დაწყებული დღემდე, როგორც მაყურებელს ახსოვს, სწორედ გასული წლის აპრილში, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების მთავრობამ დაანონსა ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონი, მას შემდეგ საქართველოში მიმდინარეობს აქციები სხვადასხვა ინტენსივობით და სხვადასხვა მიზეზით, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები ყველა იმ დარღვევას, რომელიც აპრილიდან დღემდე ხდებოდა, ძალიან ახლოდან აკვირდებიან. ჩვენ ინტერვიუს დროს ვისაუბრეთ იმაზე, რომ პოლიცია იყენებდა, უბრალოდ უფლებადამცველები საუბრობენ იმაზე, რომ პოლიცია იყენებდა გადაჭარბებულ ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომ მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა არა მხოლოდ აქციების დროს, არამედ აქციების გარეთაც, მათ სახლებთან თუ უშუალოდ ქუჩაში, როდესაც ისინი უბრალოდ მიდიოდნენ და არაფერს არ აპროტესტებდნენ იმ მომენტში. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა იმასაც, რომ პროკურატურა, ასე ვთქვათ, ძალაუფლებას აჭარბებს, თუ უფრო მკაცრ სასჯელს ითხოვს აქციებზე მყოფების წინააღმდეგ და საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლება აი ამ კანონების გამკაცრებით, რომელზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი, იქნება ეს მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ადმინისტრაციული დაკავების პერიოდის გაზრდა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ მზია ამაღლობელის საქმეზე. მე ვიცი, რომ შენ ესაუბრე მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. Human Rights Watch-ის წარმომადგენლებსაც არა მხოლოდ იმაზე უშუალოდ მზია ამაღლობელის საქმეზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამკაცრდეს კანონმდებლობა მედიასთან დაკავშირებით და რაზე მიუთითებს მზია ამაღლობელის საქმე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებით და რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას მედიის მიმართ ამ პროცესებში. რეიჩელ დანბერი ამბობს, რომ ძალიან მრავლისმეტყველია მზია ამაღლობელის საქმე, ის თუ როგორ უდგება სახელმწიფო, პროკურატურა, სასამართლო მზიას საქმეს, ის როგორ ეპყრობიან ჟურნალისტს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისინი ამბობენ, რომ გარდა იმისა, რომ ისინი საუბრობენ ადამიანის უფლების დარღვევაზე, ჟურნალისტის უფლების დარღვევაზე, თუ მოშიმშილის უფლებების დარღვევაზე, ისინი ასევე საუბრობენ და ერთგვარი შედარება მოჰყავთ იმასთან, რომ თუ აქამდე ჟურნალისტები, რომლებიც თავითი მოვალეობის შესრულების დროს ძიმედ იყვნენ ნაცემები, მათზე თავდასხმა ხდებოდა, მათი ჰოსპიტალიზაციაც ხდებოდა, ბევრი შემთხვევით ასეთი, ამ ადამიანების საქმეები გამოძიებული არ არის, არავინ იცის, ვინ იყო მათზე თავდამსხმელები, ასე ვთქვათ, რაიმე ეფექტური ნაბიჯი მთავრობას არ გადაუდგია მათ შემთხვევაში, თუმცა რატომღაც ერთი ჟურნალისტის მზიას შემთხვევაში მთელი სახელისუფლებო ძალა და რესურსი, ასე ვთქვათ, მიმართულია მზიას საქმეზე. დიდი მადლობა, მარიამ. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ინტერვიუს მოკლე ნაწილი, სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე amerikisxma.com. ინტერვიუს შემდეგ კი გადაცემას ამერიკის პოლიტიკის სიახლეებით განვაგრძობთ. Rachel, thank you so much for this interview and for your time. As you know, Georgian Dream... Rachel, მადლობა ინტერვიუსთვის. როგორც იცით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ გაამკაცროს ნებისმიერი კანონი, რომელიც რაიმე ფორმით ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს შეიძლება შეეხოს. მათ ადმინისტრაციულ საქმეებზე დაკავების ვადა 15-დან 60 დღემდე გაზარდეს. შედარებისთვის, ბელარუსში ადმინისტრაციული დაკავების დრო 15 დღეა, რუსეთში კი 15-დან 30-მდე ადმინისტრაციული დანაშაულის ხასიათის მიხედვით. ეს რიცხვები და შედარება რას გეუბნებათ? Yeah. Well, first,
Thank you for reaching out to Human Rights Watch. This is a really პირველ რიგში დიდი მადლობა რომ Human Rights Watch-ს მოგმართეთ. ახლა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე გავამახვილოთ ყურადღება. რაც შეეხება ქვეყნებს შორის შედარებას. რუსეთი და ბელარუსი მძიმე ავტორიტარულ მიმართულებას უკვე წლებია მიხვევიან. Human Rights Watch-ი ცდილობს ქვეყნები არ შეადაროს ერთმანეთს და ქვეყანა მხოლოდ თავისსავე მონაცემებისა და მოვალეობების მიხედვით. ადამიანის უფლებების იმ ვალდებულებების მიხედვით შევაფასოთ, რომელიც მათ საკუთარი ნებით დააწესეს. თუმცა ამის მიუხედავად, რიცხვები რა თქმა უნდა ბევრზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ვცდილობთ საქართველოს, ბელარუსთან, რუსეთს არ შევადაროთ და ეს არც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რიცხვებზე და რიცხვები საკმაოდ ობიექტური რამაა. მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ საქართველოში, რომელსაც საბჭოთა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი მემკვიდრეობით ერგო, ადმინისტრაციული დარღვევის დრო 90 დღე შეამცირეს. ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან დაკავებულის უფლებები იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევისთვისაა ადამიანი დაკავებული, მკაცრად შეზღუდულია. ასე რომ ვფიქრობ, ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ამ დღეების გაზრდას 60 დღემდე ცდილობს. ეს უფრო დიდი სურათის ნაწილია, სადაც ქართული ოცნება ცდილობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ კრიზისი გამოიწვიოს. These are not the only changes. There are multiple changes for instance. თუმცა ეს არაა ერთადერთი ცვლილება. საუბარია იმაზეც, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული ბრალდება სისხლის სამართლის დარღვევად გადაკვალიფიცირდება. საჯარო პოლიტიკური მოხელეების სიტყვერი შეურაცხყოფა დასჯადი გახდება, დახურულ შენობებში პროტესტის სპეციალური ნებართვის გარეშე ჩატარება აკრძალული იქნება და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რატომ ამკაცრებს საქართველოს მთავრობა კანონებს და ეთანხმებით თუ არა საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც შიშობს, რომ ხელისუფლება ამ კანონებს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მათი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ გამოიყენებს? Georgian government might use this against peaceful demonstrators and against their political rivals. Yeah. Well, it's all the things that you just said in terms of ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ის ცვლილებაც, რომელიც აქამდე უკვე შევიდა ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, სრულიად განურჩეველი, თვითნებურია. ვგულისხმობ იმას, რომ თუ არ ვწდებით ცვლილების მიხედვით, ეგრეთ წოდებული პრევენციული დაპატიმრებაა დაშვებული და ხალხის დაპატიმრება სრულიად უმიზეზოდ შეუძლიათ. შეიძლება გეგონოს, რომ უბრალოდ დემონსტრანტი ხარ, რომელიც მთავრობის ქმედებებს აპროტესტებ და ამ დროს მთავრობამ დაგაკავოს სრულიად თვითნებურად. რაც შეეხება იმას, რატომ აკეთებენ ამას. როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებას ქვეყანა ადამიანის უფლებების კრიზისამდე მიჰყავს. დავიწყოთ იმით, რა მოხდა გაზაფხულზე, როდესაც მთავრობამ ეს ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის კანონი მიიღო, რომლითაც ნათლად ცდილობს ჩაახშოს ოპოზიციური და კრიტიკული ხმები და სრულიად გაწმინდოს ქვეყანა ქართული არასამთავრობო სექტორისგან, რომელიც ასეთი ენერგიულია. არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან კრიტიკულები არიან მთავრობისადმი, არსებული კანონების ალტერნატივებზე მუშაობენ და საქართველოს მოსახლეობას უამრავ სერვისს აწვდიან. ასე რომ ვფიქრობ, ხელისუფლებას ძალიან სურდა არასამთავრობო სექტორზე უკიდურესი კონტროლი ჰქონოდა. ასევე მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია შეეჩერებინა, რაც ქართველი ხალხის უმეტესობის ნების წინააღმდეგ წასვლაა, ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ყველა განსხვავებული ხმა. ვფიქრობ, ისინი იმ გზას ადგანან, როდესაც ცდილობენ, რომ პრევენციულად შეზღუდონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და შეზღუდონ საზოგადოებრივი ქმედება. როგორც ჩანს, ისინი მუდმივად ქმნიან წინააღმდეგობას, მუდმივად ახდენენ სიტუაციის ესკალაციას, რომ შემდეგ ყველა ოპოზიციური ხმა ჩაახშონ. control over them